ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიაზე ოცნების მთავრობა პასუხისმგებლობას არ გრძნობს აქვეყნებენ სამძიმრის წერილებს და ცდილობენ იმის ხაზგასმას, რომ ეს მძიმე შემთხვევა სამშენებლო ტერიტორიაზე არ მომხდარა. თუმცა სწორედ იმ ადგილას იმყოფებოდნენ ირაკლი კობახიძე და თორნიკე რიჟვაძე რამდენიმე დღის წინ, როდესაც კამერების თანდასწრებით მშენებლობა დაანონსეს, ღონისძიებისთვის კი 209,000 ლარით დაიხარჯა. სიმბოლური კაფსულის ჩაგდებიდან ერთი კვირის თავზე ოცნების ქალაქში ორი ბავშვი დაიღუპა. ისინი წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ. საგამოძიებო მოქმედებები დღესაც გაგრძელდა. ადგილზე მედიის წარმომადგენლებს კონკრეტული პირები მუშაობაში ხელს უშლიან. ასე მოხდა აჭარა ტაიმსის გადამღები ჯგუფის შემთხვევაში. სიმართლე ვთქვა, ჩამოღობილი დაყოფილება. აქან ვიღაცამ რომ თავში აიღო, იმას უნდა გაეკეთებინა. მე არ ვიცი, მე არ ვიყავ, მაგრამ მაგი ამის რა ბრალია მათ სახლების ასეძებთ ამ ხალხისგან. მოქალაქე ვარ, ასეძებთ ამ ხალხისგან. ხო, აქ ცხოვრობ ოცნების ქალაქში და ასეძებთ, მაინტერესებს. კითხავს არაფერს. ოჯახში არა ხართ გაზრდილები? შვილი არა ყავთ, დედა არა ყავთ, მამა არა ყავთ. ამ გაჭირვებულ ხალხის იმაზე რის გაკეთებას ცდილობთ? მართლა ვეუბნები. სიცხვილი ნამუსი მართლა არ გაგაჭნიათ. თქვენ ხვალისთვის არ ფიქრობთ, თქვენი შვილისთვის, ოჯახისთვის არ ფიქრობთ ამას?